სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. დღეს ეკლესია აღასრულებს სენებას საშინელი სამსჯავროს შესახებ. თვით ეს სიტყვები განსაკუთრებულად ალბათ ზემოქმედებს თითოეული ჩვენთაგანის გონებაზე. რამე თუ ალბათ ყველა გონიერ ადამიანს აქვს ფიქრად, რომ ოდესღაც დადგება ის ჟამი, როდესაც მისი სული გაეყრება ხორცს. და ჩვენ შევკრიბა თითოეული ჩვენთაგანი აქ ეკლესიაში იმ აზრმა, იმ ცნობიერებამ, რომ სული მიემგზავრება, მიეშურება სადღაც. პასუხი გაგვცა ჩვენ ეკლესიამ, რომ მას ელის სამსჯავრო და შემდეგ სამუდამო ხვედრი, ან ცათასასუფეველში, ან ჯოჯოხეთის საშინელებაში. ადამიანის მიწიერი ცხოვრების მიხედვით. ჩვენ ამ აზრმა ალბათ უმრავლესობა შევკრიბა ეკლესიაში. თუ სად ხვდება ადამიანის სული. და დღეს ეკლესია გვამზადებს ჩვენ ქვეცნობიერად, სულიერად ამ სამსჯავროსათვის, რომ დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე. შემთხვევითი არ არის, რომ ეს ხდება დიდი მარხვის წინ. რადგანაც ჩვენ თუ ფიქრობთ ჩვენი სულის გადარჩენაზე, ალბათ მაშინ ვიფიქრებთ, რომ ეს მარხვის დღეები გამოვიყენოთ იმისათვის, რომ უმრავლესად ჩვენი ფიქრი, გონება, აზრი, ყველაფერი, საქმიანობა მიმართული იყოს იმისაკენ, რომ სათნო ვეყოთ ღმერთს. დავეცემით, შევძლოთ, რომ წამოვდგეთ. თქვენ ყველას გსმენიათ და გამოგიცდიათ კიდევაც ალბათ, რომ მარხვის დღეებში განსაკუთრებულად ებრძვის ეშმაკი ადამიანს. შეიძლება მთელი მარხვა გაიარო ადამიანმა ღირსეულად, ასე ვთქვათ, და აი ბოლოში დაგცეს. მუდმივი ბრძოლა. და შევეცადოთ, რომ მიუხედავად დაცემისა კვლავ წარმოვდგეთ, რადგანაც ჩვენ გველის სამსჯავრო ქრისტესი. მოусმინოთ არქიმანდრიტ რაფაელს. საღმრთო წერილი გვამცნობს, სიცოცხლის შემოქმედი ღმერთი უკანასკნელ დღეს აღადგენს და განსჯის მთელს კაცობრიობას, ყველას, ვისაც უცხოვრია ადამის დროიდან ვიდრე ქვეყნიერების აღსასრულადმდე. მართალნი ქრისტე მაცხოვრის მსგავს სხეულს შეიძენენ, ნათლითა და ანგელოზებრივი შვენიერებით გაბწყინდებიან. ცოდვილნი, ბნელი და ბილწი, თავიანთ ცოდვათა მსგავსი სხეულებით აღსდგებიან. მე ხას უსვამ, რომ რასაც აქ საუბრობს არქიმანდრიტი რაფაელი, ეს არის ეკლესიის სწავლება. წმინდა მამათა მიერ დამოწმებული, გადმოცემული აი ამ დიდი მამის, თანამედროვე მამის რაფაელის, არქიმანდრიტ რაფაელის მიერ.
ყოველი აზრი, სიტყვა თუ საქმე არის თესლი, რომელსაც ჩვენი გულის სიღრმეში ვისვით, ვით მოხნულ მიწაში. მარადისობაში კი ამ თესლებიდან ან მშვენიერი სურნელოვანი ყვავილები, ან და შხამიანი ეკალბარდები აღმოცენდება. სამსჯავროს ეწოდება საშინელი რამე თუ განისჯებიან არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ანგელოზებიც. დემონები იხილავენ თავიანთ თავს, ოდესღაც უმშვენიერესი ანგელოზები რომ იყვნენ და ენით გამოუთქმელი, დიდებული, საგალობლით რომ ამკობდნენ ღმერთს. ეს ჰიმნი, ეს საგალობელი წმინდა სულთა გულმხურვალე სიყვარულისა და ღმრთისადმი სწრაფვის გამოხატულება იყო. ისინი თავიანთ საშინელ დაცემასაც იხილავენ. სატანა ოდესღაც პირველი სერაფიმი დაინახავს ღმრთის წინააღმდეგ ამხედრების შემდეგ, როგორ გადაიქცა ჯოჯოხეთის საშინელ ურჩხულად, უზარმაზარ ობობად, რომელმაც ცოდვის ქსელით დაფარა მთელი დედამიწა. იგი უხილავად იმყოფებოდა ყოველი ცოდვის ჩადენის დროს. მისი მომაკვდინებელი შხამიერია ყოველ ბოროტ მოქმედებაში, ყოველ დანაშაულში. იგრძნობოდა მისი გველური ვერაგობა. სატანა დაინახავს საშინელ უფსკრულს, უზარმაზარ საფლავს, თვითონვე რომ გაითხარა, დაინახავს ჯოჯოხეთის შავ ალს, თავად რომ დაანთო თავის მსხვერპლთათვის და რომელშიც თვითონვე დაიტანჯება მარადის. სამსჯავროს ეწოდება საშინელი რამე თუ განსჯა საყოველთაო იქნება. ვერავინ გაექცევა მას ისევე როგორც სიკვდილს. მტვრიდან აღსდგებიან მართალნი და ცოდვილნი. მათი სხეულები არც მსუკან იქნებიან, არც გამხდარნი, არც წყლითა და მიწით შედგენილნი, არამედ ადამიანები შეიძენენ სულიერ უხრწნელ სხეულს. ეფრემ ასური გვამცნობს, რომ საყოველთაო აღდგინების დროს ჩვენ ყველანი 33 წლისანი ვიქნებით. რას ნიშნავს ეს? ამ ქვეყნიური ცხოვრების დროს ადამიანი თავისი განვითარების გარკვეულ ციკლს გადის 30 წელი. მისი სულის უმაღლესი განვითარების პერიოდი მისი სრულყოფილობის ჟამია. ამ სიტყვის მიწიერი მნიშვნელობით მეორედ მოსulis დროს მოხუცებულნიც და ჩვილი ბავშვებიც აღდგებიან არა იმ ასაკში ამ ქვეყნიდან რომ წავიდნენ, არამედ სრულყოფილების ასაკში, თანაც ისე რომ ნათესავები და ახლობლები ერთმანეთს იცნობენ. სამსჯავროს ეწოდება საშინელი რამე თუ გამჟღავნდება ჩვენი ყველა საქმე, აზრი, სიტყვა და სურვილი. ყველაფერი, რაც საიდუმლოდ გაგვიკეთებია, გაცხადდება, რაც მარტოობისას გვიქმნია, მთელი ქვეყნის წინაშე გამოაშკარავდება, გაიხსნება და გაშიშვლდება ყოველივე, რაც ჩვენი გულის კუნჭულებში ხდებოდა. და როდესაც ვიხილავთ ჩვენს საზიზღარ და ბილწ ცოდვებს, მზად ვიქნებით, ვიყვიროთ, მთანო გადმოგვემხეთ თავზე, დაგვფარეთ ამ სირცხვილისაგან. წმინდა მამები გვიხსნიან, ყოველ ადამიანს აქვს გულისხმიერი მეხსიერება. მას გულის საკანსაც უწოდებენ. მასში იწერება ყველაფერი, მთელი ჩვენი შინაგანი და გარეგანი ცხოვრება. საშინელ სამსჯავროზე თითქოს გაიხსნება ეს ჩვენი გულის სიღრმეში დაწერილი წიგნი და მხოლოდ მაშინ დავინახავთ, როგორები ვართ სინამდვილეში. ღმრთის წინაშე წაიშლება ჩვენი ის პორტრეტები, რომელსაც ჩვენი სიამაყე გვიხატავდა. ვიხილავთ, რამდენ გზის მოგვიწოდებდა ღმრთის მადლი სულის ცხონებისაკენ. გვსჯიდა, წყალობდა, ჩვენ კი მტკიცედ ვეწინააღმდეგებოდით მას და მხოლოდ ცოდვის ჩადენისა და
ვნებათა დაკმაყოფილებისაგან ვისწრაფოდით. ჩვენს კეთილ საქმეებსაც კი დავინახავთ დაჭმულს, თითქოს ჭიებს დაუჭამიათ. პირმოთნეობით, ცუდ მედიდობითა და იდუმალი ანგარიანობით რომ ვაკეთებდით. სამსჯავროს ეწოდება საშინელი, რამე თუ იგი უკანასკნელი იქნება. მანამ ვიდრე ცოცხალი ვართ, ჩვენთვის მუდამ ღია სინანულის კარი, ვით თავისუფლების ნათელში გამავალი ბნელი ციხის კარი. მეორედ მოსulis დღემდე შეიძლება გვიშველოს წმინდა ეკლესიისა და ახლობლების ლოცვა. უკანასკნელ სამსჯავროზე კი ბოლომდე გაიმიჯნება ერთმანეთისაგან სიკეთე და ბოროტება, ნათელი და ბნელი. მართალთათვის დაიწყება მარადიული სიცოცხლე, უსასრულო მიმსგავსება ქრისტე მაცხოვრისადმი. მარადისობაში ყოველი წამი სულ ახალი და ახალი, სულ უფრო დიდი და ბედნიერების, სიხარულისა და ნეტარების მომტანი იქნება. ცოდვილნი კი უსასრულოდ მიემსგავსებიან სატანას, თანდათან ჩაიძირებიან ბნელ ოკეანეში. ჯოჯოხეთი ღმრთისაგან მიტოვებული ადგილია. ღმრთის მოწყალების სხივები მასში არ ჩადის. ღმრთის სიყვარული მას არ სწოდება. ზოგიერთები იკითხავენ, შეიძლება ცხონებულები ბედნიერები იყვნენ, თუ კი მათი ნათესავები და ახლობლები, ვისთანაც მათ ამ ქვეყნად სიყვარული აკავშირებდათ, ჯოჯოხეთში იქნებიან. ეს რთული საკითხია. როდესაც ვინმე გვიყვარს, რაღაც კარგი გვიყვარს მასში. ცოდვილნი რომ აღსდგებიან უკანასკნელ დღეს, ისინი ცოდვისა და ბოროტების განსახიერებები, დემონის მსგავსნი იქნებიან. ამიტომ მათ ვერ შევიყვარებთ. ისევე როგორც ვთქვათ, სიგიჟის ბაცილას. დარწმუნებული იყავით, თქვენი თუნდ ყველაზე ახლობელი ადამიანი გველის ან მორიელის სახით რომ წარმოგიდგეთ, მას ვერ შეიყვარებთ და საშინელებისაგან წაბარბაცდებით. დაახლოებით ამგვარი იქნება ჯოჯოხეთისათვის განწირული. ისინი არა მარტო სასოწარკვეთითა და მწუხარებით, არამედ სატანური სიამაყითა და სიძულვილითაც იქნებიან სავსერი და გამზადებულნი იმისათვის, რომ თვით ზეცა და სამოთხე გადაბუგონ ამ სიძულვილით. სასუფეველის ნეტარება ღმრთისა და წმინდანთა ერთი მეორისადმი სიყვარულის ნეტარებაა. სერაფიმე საროველი წერს, ადამიანმა რომ იცოდეს, რა საშინელია ჯოჯოხეთი და რა ტკბილია სამოთხე, მზად იქნება ამ ქვეყნად ყველაზე საშინელი ტანჯვაც კი დაითმინოს. ერთხელ სვიმეონ ახალმა ღმრთის მეტყველმა სულიწმინდით მონიჭებული ნეტარება რომ განიცადა, წამოიძახა, უფალო, ამ ნეტარებაზე უმაღლესი ალბათ არაფერია ამ ქვეყნად. მან ამგვარი პასუხი მიიღო. ის, რასაც წმინდანები გრძნობენ ამ ქვეყნად, სამოთხის ნეტარებასთან შედარებით გავს ქაღალდის კუთხეში დახატულ მზეს, ცაზე მოკაშკაშე მზესთან შედარებით. ეფრემ მასური გვამცნობს, ზეციური სასუფეველის მკვიდრთა ურთიერთობა სრულიად განსხვავებული იქნება ადამიანთან ამქვეყნიური ურთიერთობისაგან. ცნობილია მაცხოვრის ერთი გამონათქვამი, რომელიც დაცულია არა სახარებაში, არამედ მამათა თხზულებებში. უფალი ბრძანებს, ამ ქვეყნად შინაგანი იქნება ვით გარეგანი, ხოლო გარეგანი ვით შინაგანი. გარეგანი არის ჩვენი საქმეები, სიტყვები, შინაგანი სული, სხეული განსულიერდება და სულს დაემსგავსება. სული კი გარეგანი გახდება, გაიხსნება, გამოაშკარავდება. ეფრემ ასური წერს, როგორც კი წმინდა მოწამეებთან ყოფნა მოგინდება, მაშინვე მათთან იქნები. მართლებთან საუბარი მოგინდება, იმ წამსვე შეძლებ. არა ენითა და ბაგით, არამედ გულითა და იმ წამსვე შეძლებ. სულით ესაუბრო მათ.
შენი სულით იხილო მათი სულები, დატკბე მათი სილამაზითა და სიყვარულით. ხოლო სასუფეველში მარადისობაში გავიგებთ წამების საიდუმლოს, ჭირი, ღვაწლი და ტანჯვა ღმრთის დიდებული ლოცვა კურთხევა და ადამიანი, რომელიც ითმენს ჭირს, იღწვის, ეწამება, სვამს იმ სასმის თვით უფალმა იესო ქრისტემ რომ შესვა, ამიტომ იმქვეყნად ჩვენი მტრების შეუმრავლმყოფელთა, ცილის მწამებელთა მადლიერნი ვიქნებით, რადგან მათ ისე რომ თვითონაც არ უწყობდნენ ხელი შეუწყეს ჩვენს გადარჩენას. აქ დედამიწაზე ჩვენთვის ბევრი რამ გაუგებარია. ამ ქვეყნად ჩვენ მხოლოდ პირველ გვერდს ვუცლავთ იმ წიგნისა, რომელიც მარადისობაში გადაიშლება. მხოლოდ იქ შევიცნობთ საღმრთო სიბრძნის სიღრმეს, მის სიყვარულის ძალას. როდესაც შეურაცხყოფაზე საუბრობს აქ მამა რაფაელი, გულისხმობა, როცა ჩვენ ამ შეურაცხყოფაზე ვითმენთ, ცილის წამებას ვითმენთ. აი ამ თმენაზეა სწორედ საუბარი, ეს იქნება ჩვენთვის გადარჩენის ერთ-ერთი საშუალება და ძალიან დიდი ღვაწლია ეს, ხო დამეთანხმებით ყველა. აი ამიტომაც ღმერთი ამ ჩვენს ღვაწლს დააფასებს. ვიდრე ცოცხლები ვართ, ჩვენი გადარჩენა ჩვენს ხელთაა. ყოველი დღე ღმრთისაგან ნაბოძების საჩუქარია. გახსოვდეთ საშინელი სამჟღავნი, გააღვიძეთ თქვენი სინდისი, რათა მან განკითხვის დღემდე გამხილოთ და მკაცრად დაგსაჯოთ, ანუ ამ მიწიერ ცხოვრებაში. გახსოვდეთ ღმრთის უზენაესი მართსაჯულება, რათა უკანასკნელი დღე თქვენთვის მარადიული სიცოცხლის კარიბჭედ იქცეს. ამინ. ერთმანეთს დაგლოცოთ და გაკურთხოთ. გაიხარეთ.